წუხაროთ ეს რეალობაა რუსთაველის გამზირის ერთ ნაწილზე დგას ხალხი რომელიც მომხრე არის რუსეთიზაციის რუსთაველის მეორე ნაწილზე დგას ხალხი რომელიც ემსახურება ეროვნულ ინტერესებს და თავისუფლების მოყარე ხალხია მაგრამ ხვალიდან ზეგიდან ხვალიდან კონკრეტულად 3 საათიდან მთელი რუსთაველის გამზირი იდგება იქნება სავსე თავისუფლების მოყარე ხალხი არ გამოდა ვერც დაკავებები და დაჭერი გაგვაკვირებთ და ვერც გაგვაჩერებ მიკროვეტეს რაც გიხით ეხა მარტო ჩემი მშობელი მიყურებს ან ოჯახის წევრი შენი ოჯახის წევრი ამ პროცესს აი ამ ბატონის ოჯახის წევრები არ უყურებენ ამა ყოფთ ასეთი შვილი ამა ყოფთ აი ვიტრიოდით რა კამერას ამა ყოფთ აბა რა ვერ ხდები ასე მსახურები და რის გამოვაკეთებ ვერა დავშვიდე ბოლშევიკური კანონი მიიღე და ბიძინა ივანიშვილის გუნდურის უნდა დავშვიდე ნიკა მელიას რომელიც მიმართა რამდენიმე საათში არ გაიხსნება ხალხი გახსნის ამ გზას რუსთაველის გამზირი არის ხალხის და სახში ვართ ეხა ჩვენ ბატონობაში რაიმე ხომ არ გაგირკვევია ბატონობაში როგორც ხედავთ სამართალდამცველები აწვევიან აქციის მონაწილეებს რომ გზის სავალი ნაწილი ბოდიშში ხდით გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ მომიტინგეებისგან რატომ იღებენ ამ გადაწყვეტილებას გაუგებარია იმიტომ რომ აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე რაიმე სიტყვით რაიმე დაკავების გარდა რაიმე შეგიძლიათ ბოდიშში ხალხო ერთი წუთით წავიქცევით რა გჭირთ ხედავთ რომ სამართალდამცველები ყველა ფორმით ცდილობენ ამ გზის გაწმენდას ისევ და ისევ ძალადობას ხედავთ აქ პარლამენტთან ახლა გზის სავალი ნაწილიდან ცდილობენ მედიის წარმომადგენლების გაყვანას და ჩვენს გვისაზღვრავენ პერიმეტრს სად უნდა ვიმუშაოთ და სად უნდა გადავაადგილდეთ ვაჟა სირაძეს კი არა აქვს კითხვებზე პასუხები იმის მიუხედავად რომ ისევ გქონდა კომუნიკაციის მცდელობა ახლა ნიკა მელია ესაუბრება სამართალდამცველებს თუმცა პოლიცია მათ შორის მედიასაც არ გვაძლევს შესაძლებლობას რომ მიუახლოვდეთ იმ პერიმეტრს სადაც არიან სამართალდამცველები და ნიკა მელია და სადაც ახლა გრძელდება მათ შორის კომუნიკაცია ვიდან უმაწვევით რა რო ჩამოვხდით ორი ჩამოვიდა აბა მოდი აბა ისაკა აბა იყანე მოყავთ რო ჩამოვზადებით მე დავაყენთ პოლიცია აი შენ უძად შენ ხადია ანუ შენია რუსთაველის გამზირი მოდი შენია რუსთაველი მოდი რუსთვის კარგი ერთი წამი ეს შენ დაგივარ და მიკროფონის თავი მომე სამართალდამცველებმა საცალფეხო ბილიკზე გადაიყვანეს იძულებით აქციის მონაწილეები და ჩვენს მედიის წარმომადგენლები რომ გზაზე აფარავინ იყოს ხალხო გზაზე ყველაფერი წაგებული გიგო თქვენ არ გაქვს არაფერი მე არა მე ჩაოლებრივი მოქალაქე ვარ და ივანიშვილთან გეტყვით ძალიან დაძაბულია პარლამენტთან ვითარება სამართალდამცველები ნიკა მელია ამათობენ რა მე იქით გაიხოდოთ აი მელა სამელია გაყავთ ახლა იძულებით პარლამენტის მიდიოთები და რა კარგი ახლა რა გჭირთ რა
რუსთაველის გამზირი რუსთაველის გამზირი შენია და თუ ბიზნესია თუ ვერ გავიგე რასაც იკა რატომ გავს არ მოუდგე არა ხახნო ეს ამ მორჩილებაში ყოფნა ამ იცი რომ მართლა ყოველობაში ხარ რა გიღირს მეთქი მართლა რამდენ აი 3000 ლარად ამ ყველაფერს აკეთებ გავრილოვი კი არა რუსისკენ ხარ ჩემო კარგო რუსისკენ დამშვიდდი არ უნდა ამას ნიკა გზისავალი ნაწილი გაათავისუფლეს არა და აქციის მონაწილეები აქ იყვნენ ანუ საერთოდ რა мотиваცია ეს არის დეტალები კიდევ ერთხელ ვამბობ აბსოლუტურად გასულები არიან კონსტიტუციური სივრციდან რა თქმა უნდა დიდი ხანია ესენ გასულები არიან მაგრამ ну დეკორაციულად ცდილობდნენ რომ რაღაცა თვალის ასახვევად წარმოეჩინათ რომ რაღაცას ფასი აქვს ან რაიმე ნორმას ან რაიმე ასეთ ნათქვამს თუ საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ ამასაც აღარ აკეთებენ მაგრამ ეს დეტალებია დეტალებზე დეტალებია ამაყი არის ყველა ის ადამიანი მადლობა მათ ოჯახის წევრებს და მშობლებს განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს გულისხმობ ვინც ამ რუსის მსახურებმა დღეს ამასაც დააკავეს ხო რაც უფრო მეტ ადამიანს დაგვაკავებენ დღეს იცით რაში მდგომარეობს მათი პარადოქსალურ ვითარებაში არიან უფრო ნაკლების დაკავებას შეძლებენ ხვალ რასაც დააკავებენ ზე კიდევ იმაზე ნაკლებს დააკავებენ მარტივად ფიზიკურად ადგილი არ ეყოფათ არც ციხის საკნების სახით არც იზოლატორების სახით მაქს კარგი 3000 დააკავონ 5000 საქართველოს მოქალაქე დააკავონ მერე თელი რუსთაველის გამზირი საქართველოს იქნება დღეს სამწუხაროდ გაყოფილია რუსთაველის გამზირის ერთხარეს დგას რუსი მათი ინტერესის გამტარებელი პირდაპირ ან ირიბად სხვადასხვა мотивაციით რუსული ინტერესის გამტარებელი ვიღაცა უბრალოდ ხასიათის სისუსტის გამო არის მათ მხარეს ვიღაცა ანაზღაურებადია კარგად და იმიტომ ვიღაცა თქვენი და ჩვენი შიშით რომ განსხვავებული ალტერნატიული აზრი არსებობს ამიტომ არის პირდაპირ კავშირზე მყოფი რუსისკენ მაგრამ მნიშვნელობა აქვს мотивაციას როდესაც ღალატობ სახელმწიფოს ინტერესებს დღეს რუსთაველი ორად არის გაყოფილი ერთ მხარეს დგას რუსი მეორე მხარეს დგავართ ჩვენ ხვალიდან დღის 3 საათიდან საქართველოს ვიწყეთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე კვლავ დღის 3 საათიდან და ასე იქნება ყოველი დღე და თელი რუსთაველის გამზირი იქნება საქართველოს არანაირი რუსი მანამ სანამ გამარჯვება არ გაფორმდება ძვირფასო მეგობრებო დედებო მამებო ოჯახის წევრებო უცნობებო და ნაცნობებო თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ კიევის მეტროს სადგურებში ოჯახის წევრებით თოთო ბავშვებით საკვების ნაკლებობაც ჰქონდათ დღეს თქვი და გავიმეორებ ხო მაგრამ ცხოვრობდნენ და ასე იცავდნენ თავისუფლებას შვიდობით ხო შეუარაღებელ ხალხს გულისხმობ და მათ გაძლეს და ამით გააძლიერეს საკუთარი ქმრები მამები და ასე ვინც ბრძოლის ველზე იყვნენ ჩვენ ვერ დავდგებით იმდენი დღე რამდენიც საჭირო გახდება შვიდობიანად რუსთაველის გამზირზე თუ ამას ვერ ვიზამთ არ და ვიზამთ მაშინ მოდით შევთანხმდეთ რომ ჩვენს ვღალატობთ მარტო ივანიშვილი და მისი ადეპტები კი არ ღალატობენ როცა აი ამ კანონს იღებენ და სხვა კიდე მანკიერებას ამვითარებენ ჩვენს ვღალატობთ ისინი მოქმედებით ღალატობენ და უღალატეს უკვე არაერთხელ და დღეს უბრალოდ ზღვარსაც გადასცენ ყოველ გვარს ჩვენ უმოქმედობით უღალატებთ ამ ქვეყნის ინტერესებს რასაც არ დაუშვებთ და დღევანდელი დღე ამის ილუსტრაცია იყო რამდენჯერ უნდა დაგვარბიონ რამდენჯერაც დაგვარბებენ, რამდენ გასცად შემოგვასხამენ. იმდენჯერ შევიკრიბებით, ოღონდ კიდევ უფრო მეტნი. ეს არის და ეს, ხვალ 3 საათიდან რუსთაველის გამზირზე. ვიკრიბებით ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილები, დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, ხახნო. ამაყი, განგება ყველა ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ასე ინება რომ ამ პროცესებში ვიყოთ ჩართულები და შეგვეძლოს ჩვენი პოზიტიური კვალი დავატყოთ ამ ქვეყანას
მომდენო ათწლეულობის განმავლობაში არანაირი სახლში დაწმუნებული ვარ ჯდომას არამე ხვალიდან არ დააპირებს მიუხედავად გაჭირვებული სოციალური მდგომარეობისა მიუხედავად 1000 ყოფითი პრობლემებისა რომელშიც ოლიგარქი ივანიშვილის მეცადინეობით საქართველოს და მისი მოსახლეობა აღმოჩნდა ხო ჩვენ ამ პრობლემებსაც დავივიწყებთ და ხვალყელანი განსხვავებული ხალხი დავდგებით იქ სადაც მხოლოდ ეროვნული ინტერესი იქნება სადაც მხოლოდ ისტორიული არჩევანის დაცვის აუცილებლობა იქნება არანაირი პოლიტიკური ვიწრო პარტიული ინტერესი არა ამაზე ხშირად განგებსაუბრობ იმიტომ რომ ამ ქალაქში ვცხოვრობ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს რამდენად სამართლიანად უსამართლოდ ყოველთვის ქონდა რაღაცნაირი ჭმუნვა რომ რუსთაველის გამზირზე დგომა ხო არ იქნება ახმული რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის ვიწრო ინტერესს ემსახურება არა ხახნო აღარავის აინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია არც ნაციონალური მოძრაობა და არც სხვა ოპოზიციური პარტია